მოგესალმებით მეგობრებო, გამარჯობა ყველას. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს პოდკასტში, სადაც უამრავ თემაზე ვილაპარაკებთ, განსაკუთრებით ცეკვაზე. ჩვენი სტუდიის მასწავლებელია დღეს პირველი სტუმარი, ადამიანი, ვინც ბავშვებს არ მხოლოდ ცეკვას, არამედ თავდაჯერებულობასა და სიხარულსაც და სიყვარულსაც ასწავლის. და დღეს მე ვაპირებ ცოტა უფრო სხვა მხრიდან გაგაცნოთ ის, ანუ სცენის მიღმა. ჩვენი პოდკასტის სლოგანიც ეს არის, რომ ბავშვები გვიყვებიან ისტორიებს, სცენის მიღმა. ბავშვები, გაგრძელება ბავშვების იქნება, მაგრამ დღეს სტუმარი არის, რა თქმა უნდა, პირველი მასწავლებელი. და მეორე სტუმარი ვინ იქნება? აი, მოდი დავიწყოთ ახლა, ხო? პირველი. მეტად რა კითხვები გასახდია. ხარ მესამე მაყურებელში. როგორც მასწავლებელი. კითხვები მეშინია, შენი კითხვები მაშინ. არა, მიგეშინია. მიესალმე და შემდეგ უკვე კითხვებზე გადავიდე. მინდა რომ ცოტა დაძაბული ვარ და მინდა რომ ცოტა თავისუფლად იყო. მგონია რომელიმე გადაცემაში ვარ და პოდკასტი ზოგადად ვფიქრობ ცოტა ისეთი უნდა იყოს, აი. თავისუფალი. კი. აი და დავждები მაშინ. აი, რადგან ხარ პირდაპირ კითხვას დაგესმე. სვა. როდის მიხვდი რომ ცეკვა იყო შენი ცხოვრების მთავარი გზა? როდის იყო ცეკვა ჩემი? როდის მიხვდი, აი როდის მიხვდი? აი ბავშვობაში, მე. აი, ცეკვა ჩემი გზა როდის მიხვდი რომ იყო? ალბათ პირველი კონცერტიდან რა. აი სცენაზე რომ დადგები, ალბათ მანდიდან იწყება ყველაფერი რა. ყველაზე კაი შეგრძნება არის მე ბავშვებსაც მაგას ვეუბნები ხოლმე რომ აი სცენაზე რომ დადგები და რომ მორჩები ცეკვას და უბრალოდ რომ გახედავ დარბას და ამდენი ხალხი ფეხზე დგას, ზოგი ტაშს გიგრავს. ესე იგი ეს ყველაფერი შენ დაიმსახურე ამისთვის და ანუ პირველი კონცერტი აღმოჩნდა ის გადამწყვეტი, როცა მიხვდი რომ ცეკვა შენი იყო. ხო, პირველმა კონცერტმა ძალიან დიდი სტაბილურობა მოახდინა ჩემთვის. პირველი კონცერტი იყო ძალიან სასიამოვნო და ალბათ სასიამოვნო დამამახსოვრდა და იმადიდან უფრო მახსოვს მე დეტალები თორე. ყველაზე კარგი შეგრძნება, როცა აი ცეკვის მიმართ დამეუფლა ეს იყო აი პირველივე დღეს ცეკვაზე რომ მიხვდი. ხო, და აი ეს ერთ-ერთი ინტერვიუში ვთქვათ რომ აი დოლის და გარონის ხმა რომ გავიგე რომ წაუც გაბრუნა დოლმა. აი დოლის სიყვარული და ცეკვის სიყვარული ერთდროულად დამწყა. აი 4 დოლი რო წავიდა, მანდიდან მივხვდი რომ ვსიობე. კარგად გიდას ვიყავი. ვინ იყო ადამიანი, ვინც ამ გზისკენ ვიგიძგა? პირველი ახლა დედამ შემოთავაზა. თავიდან მე ხო ბევრი გადაცემებში დავდივარ და აღარ მახსოვს ხა იქ რა ვთქი და ისო ხო თავდაჯერებულ თემებს. პიანინოზე დავდივარ, სიმართლე რომ გითხრა, 2 წელი ვიარე მე მგონი. საერთოდ აი მე მგონი კაცში ჩას და აი არაფერი არ არის. აი ესე უკრა. მაგრამ მივხვდი რომ პიანინო ჩემი არ იყო. შეიძლება თითები ლამაზი მაქვს, მაგრამ პიანინოსთვის კარგი იყო, მაგრამ შინაგანად არ მოდიოდა ჩემო ვერ ვსწავლობდი და მე ვსწავლა დედამ ცეკვაზე მივიყვანე და აი როგორც კი მივედი დარბაზში პირველად აი მანდიდან უკვე დავიწყე და მივედი და კარგი, რა გაძლევს мотиваციას რომ დღითი დღე უკეთესი გახდა როგორც მასწავლებელი? 14 წელია რაც მესმის თემომა. ჩემი мотиваცია ბავშვები არიან, კი რა თქმა უნდა რა. აი ამდენ ბავშვს რომ ემსახურები და რომ ასწავლი ყველაფერს და აი შეგრძნება რა. რა თვისება გიყვარს ყველაზე მეტად ჩემს მოსწავლეებში? ჩემს მოსწავლეებში ალბათ ცეკვის მიმართ სიყვარული ეს პირველ რიგში უნდა გქონდეს აუცილებლად. მერე შრომის მოყვარება არის უპირველეს ყოვლისა. ანუ თავიდან არ არსებობს რომ ყველა ბავშვი მოუწყვეტ შეძლოს და აფრინდეს და იცეკვოს და გადახდეს და ასე შემდეგ. ანუ უნდა იშრომო ბევრი მეალურის მომო 1 წელში და 2 წელში მიაღწევ შენ იმას, რასაც ეკრანზე უყურებენ ხოლმე მოცეკვავებს. იმათ მთელი ცხოვრება ჩადებული ამ სფეროში და მიუძღვის მთელი ცხოვრება, რომ დღეს ესეთი მაგრები ყოფილიყო. ანუ უყურებენ ხოლმე ხო, ყველა უყურებთ ხო, ანსამბლებს რომლებიც გამოდიან და კარგად ცეკვავენ და ამ ყველაფერს ჭირდება შრომა, რომ იმ დონეზე მიხვიდე და ალბათ შრომის მოყვარება და პასუხისგებლობა რა ერთ-ერთი პირველი რაც არის პასუხისგებლობა ძალიან მნიშვნელოვანია. აი, რამდენიმე კითხვა გავიარეთ, ცოტა თავისუფლად თუ ხარ.
არა, მაინც დაძაბული ვარ. კი, მაგრამ რა ძალიან ოფიციალურად ვუდგები, გონია რამე გადაცემაში ვარ. არ არის გადაცემა, ვერ გავიგე. ანუ ხო, მაგრამ სატელევიზიო ცოტა ისია, იქ ხალხი როზის ხოლმე კიდე და გადამდებები რო გიგურებენ და რაღაცა ის რა არის. აი, შემდეგი, ყოფილა შემთხვევა, როცა გაბრაზებული ხარ, მაგრამ ბავშვების სიცილმა გაანეიკრალა ეს გაბრაზება. ბავშვების სიცილი ვერ გაანეიტრალებს ვერასდროს ჩემს გაბრაზებას, მაგრამ ყველაზე მეტად ანეიტრალებს. აი, ну, ცეკვას გვჭირდება თავის სისტროგეს, დისციპლინას. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა იყოს დარბაზში და უნდა იგრძნოდეს, მაგრამ როგორც კი ეს ყველაფერი მოვრჩება და რეპეტიცია მოვრჩება, აი, ну, ვიდეოებშიც ხო ჩანს, რომ აი მთელი ეს მასა ბავშვების, ამდენი ლამაზი და თბილი ბავშვი მორბის გეხუტება, ეს ანეიტრალებს ყველაფერს, ხვდები თორე ხა. სიცილი გაბრაზებულზე ალბათ უფრო მომშინდელებზე ვიდრე სხვა რა. თემური მას როგორ ფიქრობ, კარგი მოცეკვავა უფრო ტექნიკით იბადება თუ გულით? ეს ორივე ალბათ თანხმედრაში უნდა იყოს. ტექნიკას ალბათ უფრო პრაქტიკაში გამოიმუშავებ, მაგრამ ხელი რო შეუწყოს ამ ტექნიკის გამომუშავებაში ყველაფერმა ალბათ ეს გულიდან მომდიოდეს. როცა რაღაცას გულით აკეთებ, ბევრად მარტივდება ყველაფერი, უფრო საინტერესო ხდება. აი, ძალით როცა აკეთებ, ჩემი აზრით, მარტო ცეკვაში არ ნებისმიერ სხვა სფეროში არ გამოვა. შენი აზრით, ცეკვა ადამიანებს აერთიანებს? კი, სხვათა შორის აერთიანებს. და გაგეცინა. არა, აი მოყვარულებზე მაქვს საუბარი რა. ძალიან შეიძლება აქ წეროვანში ხო გვაქვს ნუ რამდენიმე ლოკაციაზე, მაგრამ წეროვანში ერთმანეთს არ იცნობდნენ ბევრი აქ მაცხოვრებელი ზნევნილები და აქ ძალიან რაღაც ერთი ოჯახი მიჩერია რა. წარმოიდგინე ამდენი მოყვარული არის, ჯერ არც მიდიან. მესამე წელია ჩვენი სტუდია რაც არსებობს ერისთავობა და 3 წლის განმავლობაში პირველი დღიდან როგორც პატარები დავიწყეთ ისე მოყვარულები და 5-6 მოცეკვავე არის დამეთახმება ხო 5-6 მოცეკვავე რომელიც პირველი დღიდან დღემდე დადის და ძალიან მაგარ დონეზე არიან აი გამოუშვით ნებისმიერი მოყვარული სტუდიის მოცეკვავე და შემოსწავლე ყავს. ჩვენთან ცელქები არ არიან ხო, ეს ძალიან კარგი ბავშვები არიან, ამდენი ბავშვი არის და ყველა ყურადღებით არის. ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ აი ახალი მოსული ბავშვები ვიც არიან, აი ეს უცბად რომ მაინც უკიდან მოვიდა რომ ვიყუროს. აბო ის ბავშვები, აი ძველები ვიც არიან, ახლებს ცდილობენ რომ შეასწავლონ და უფრო დააჩქარებინონ ის ტემპი რა. კაი, რადგან ახლა უკვე 6 საათი შესრულდა და ბავშვები გროვდებიან, რამდენიმე კითხვის გადაგისვამ და დასაწყისისთვის ეს იყო ჩვენი პირველი პოდკასტი. კაი, ძალიან გრძელი გამოვიდა. მოკლედ სტუმარი თუ გინდოდა სხვა მოგწია. 12 წუთიანი პოდკასტი არ მიღება. მაშინ გაგრძელება იყო სარამოს, არ მაინტერესებს. აი, მომაცდინეთ ამ ხელაკაცი 12 კითხვა არ ვიცი, არის სამწამო. კითხვა არ ვიცი როგორ უნდა დავსვა, მაგრამ თქვენ დაზერასით. როგორც მოსწავლეზე თავიდან. ერთ-ერთი მოტივატორი იყო ჩემი რა, ეს სიტყვა სწორია, ეს მოტივატორი. იმისთვის რომ გოგოსილეთები საკმაოდ კარგად ვიცი და ვახერხებ. ალბათ კი არა შენ დამსახურება, იმიტომ რომ ცეკვაზე შენ პატარა იყავდი და მე რომ დამყავდი შენთან ერთად, მე სახლში მე თვითონ გავარჯიშებდი და აი ხელის მტევანს უკვე შენთან ერთად ვამუშავებ. მე ეხლა რაც შეეხება დიდი გამოცდილება გაქვს საკმაოდ სადღაც 12-14 წლამდე გაქვს ნაცეკვი. არ მეტყობა მაგდენი გამოცდილება. ხო, იმიტომ რომ ზარმაცი იყავი ცოტა და მაგით ვაგეთქო. არ დიდი წლები გაქვს ცეკვასთან შეხება, დიდი წლებია და კაია რომ ეხმარები და ანუ ის რაც საჭიროა დღეს ბავშვებთან, ის ყველაფერი შენ გავლილი გაქვს საკმაოდ კარგად. დასასრულისკენ წავიდა ჩვენი პირველი გადაცემა. იმიტომ რომ ბავშვები გგოლდებიან რატომღაც გვიან დავიწყეთ, მაგრამ თემურისთან კიდევ გვექნება გადაცემა აუცილებლად. თემური მას მადლობა რომ იყავით ჩვენი პირველი სტუმარი. მადლობა რომ ცეკვის გარდა ბავშვებს ასწავლით სიყვარულს, ასწავლით შრომას, კონკურენტი ანსამბლების პატივისცემას და ყველაფერს იმას, რაც ადამიანს ღირებული უნდა ჰქონდეს.
მადლობა თქვენს, ვინც უყურამ გადაცემას, ვინც იხალისავ, ვინც გაბრაზდა, ვინც ნერვები მოეშალა, ყველას მადლობა. მადლობა ბავშვებს და მშობლებს, რომელიც გარეთ გველოდებიან, ეხლა და უკვე უნდა დავიწყოთ რეპეტიცია და არ ვიცი. 10 წუთით გადაცა. ხო, მაგრამ არა უშავს ვიდეოს ნახავენ და შემდეგი სტუმარი აქედან შეიძლება რომელიმე იყოს. არა, შემდეგი მე ვარ. აი ძალიან საშინელი სკამი დამიტოვებული. არ ვიცი, წამყვანს ესეთი რამე გავუჩალიჩო, არ ვიცი. აი, მადლობა მეგობრებო, იმედია მოგეწონათ ჩვენი გადაცემა და შემდეგ იქნება მომავალ კვირას. კარგად.